ეხლა წეგან კადრს მიღმა ვლაპარაკობდით ხო პროპაგანდაზე, მის გავლენაზე და ასე შემდეგ რა. როდესაც პროპაგანდა წურავს თავის თავს, შემდეგ უკვე რეჟიმი გადადის ძალადობაზე, ხო? ეს ძალადობა თუ აქამდე ჩვენ ამ ბოლო წლების განმავლობაში ვიხილეთ რაღაცნაირად ფრაგმენტულად, ახლა ამ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ ყველაფერს ესეც რა მიზანმიმართულად და ეს უწყვეტი ძალადობაა რა. უკვე ეს ფრაგმენტული არ არის. და რის წინააღმდეგაც პირადად მე მაგალითად როგორც ერთი ადამიანი ინდივიდი ვიბრძვი არის ამ ძალადობის წინააღმდეგ რა, რომელიც დაუშვა ამ თამამად კი არა უკვე დიდი ხანია თამამად შეიძლება ითქვას რომ რეჟიმია, მაგრამ ეს უკვე დანაშაულებრივი რეჟიმია, ავტორიტარული, რომელიც აგებულია რაღაცა ერთი კაცის ინტერესზე და მთელ ამ ერთ კაცს აქვს მორგებული ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და ჩვენ ვნახეთ რომ აი ამ ბოლო განსაკუთრებით თვეების განმავლობაში ნათლად დავინახეთ ყველამ რომ ინსტიტუტები მორგვეულია, ისინი არ ასრულებენ თავიანთი ფუნქციას, ეს იქნება პოლიციური თუ ასე შემდეგ და ეს ატარებს მხოლოდ ერთი კაცის, ერთი პარტიის ინტერესებს.